კახეთში ვართ. ამ ეპიზოდში გვექნება სოკოზე ნადირობა. ანუ სოკოს კრეფა, მაგრამ ესე ეძახიან სოკოზე ნადირობას. გრემში ყვარლისკენ მივდივართ ტყეში. სასტუმრო თელაგმას პინძლობს. მერე მოვალთ გემრიელად გვინოსაც მოუწრუყავთ. ნახოთ აბა რა სოკოებს დავკრებთ და მერე მოვამზადებთ კიდეც. მიხეილ სამხარაძე და ნიკა ჩაჩხიანი არიან ჩემთან ერთად ჯორჯიან მაშრუმ კომპანიის დამფუძნებლები, სოკოზე მონადირეები, ესე შემიძლია ვთქვა. კი. სოკოს მოყვარულები და მონადირეები. ცოდნეები რასთან არიან და ვიხარია, იმიტომ რომ ბავშვობიდან ოცნება იყო. რატო ვერ ავიხდილი არ ვიცი, მაგრამ არასდროს ყოფილა ესე სოკოზე. აჰა. დღეს ახდება ეგ. დღეს ბევრ სოკოს დაკრებ. აი, რა სოკოებზე ვაპირებთ ნადირობას და დავიძრათ. ამიხსნას რომ უკვე აი თვალს გაწაფვა ჭირდება, რაღაც არასტანდარტულს ამოვარდნილს რომ შევამჩნევთ ხეზე და მიწაზე, ეგრევე უყვირი. კი. კრეფთ აუცილებლად. ანუ რა სოკოები იქნება, შესაძლოა ეგ ერთ-ერთი სწავლების ნაწილი არის მიკოლოგიის კურსოცა გავდიოდით. რომ როცა შედიხარ ტყეში, შენი ცოდნიდან გამომდინარე და გარემოდან გამომდინარე, შეგიძლია შენ გონებაში წარმოიდგინო რა სოკოებს ელოდები ახლა ტყეში. და ამით ამოწევ შენ ცოდნასაც, რამდენად სწორად აფასებ გარემოს და ბუნებრივ მდგომარეობას და სოკოები იმ გარემოში რამდენად შეგვხვდება და ხანდახან ძალიან ბევრჯერ ყოფილა გზაში ჩამოგვითვლია რას ველოდებით და შემდეგ გვინახავს ხოლმე იმ ტყეში თითქმის ყველა რაც ჩამოგვითვლია და აი ნიკა გვეტყვის ახლა დაახლოებით რას ველოდებით აბა ახლა. კიდე რა არის, იცით რომ სოკოს კრეფას ახ სერიოზულად თუ უდგები, იწყებ ხეების ნაირსახეობების სწავლას. იმიტომ რომ სოკო თან არსებობს ხესთან, ან ბუჩქებთან, ზოგ ბალახთან და ტყეში რო შედიხარ, იქიდან გამომდინარე თუ რა ხეები არის, რა ტიპის ტყეა. ავტომატურად გაფილტრულია უკვე სია. დაახლოებით იცი რა ტიპის სოკოებს პოულობ, ანუ რა სოკოს ეძები. ეხა აქ ჩვენ ვეძებთ მიქლიოს, დათვის სოკოს, ხრაშუნა სოკოებს სხვადასხვა, ხეზე არის აბედა სოკოებს, ყვითელი აბედა, ტყის ქათამს ეძახიან. მაჩალო შეიძლება შეგვხვდეს, ღვიძლა სოკო შეიძლება შეგვხვდეს, ანუ ძალიან მრავალფეროვანი. ფოტოშორის ამ ტყეში ნიყვიც გვინახავს ხოლმე. ნიყვიც არის ამ ტყეში. ნიყვი მგონია რომ იქითკენ არის. აქეთაც რიკოთი მერეც უფრო. აი ეგეც ერთ-ერთი მითია რაც არის გავრცელებული, თორე კახეთში, თელავშიდაც არის, ყვარლის რაიონის ტყეებშიდაც არის, ახმეტის რაიონის ტყეებშიდაც და ლაგოდეხშიდაც ნიყვი. თუმცა იმ რაოდენობით არ არის, მაგრამ აქაც მოდის კი. და ნიყვის ბიძაშვილებსაც ველოდებით მარწყიოს მაგალითად დღეს ერთ-ერთი ტოპ სოკო რომელსაც ველოდებით აქ. ხო, რა სწორია, მე მოვამზადებთ. რა თქმა უნდა. და გავსინჯოთ. დავიძრათ ხონელმა, ლაშა გამოყვები? კი. დავეცით. კაი. გიურზებიაო და ფრთხილადო ძირს იყურეო და როგორ უნდა იყურო არ ვიცი. რომ მიდიხართ მაინც თვალი ადევნეთ, ეხა სადაბიჯეთ და ხო. მაინც იფილე უნდა აუჩე. სხვა გვისინიც არის, ხოკერები ხდება. აქ შეიძლება სხვა ქვეწარმავალი იყოს, მაგრამ ხო, ხოკერა ეხა არ არის საშიში. ხოკერა ჩვენი მეგობარია. დამავიწყდა მე თქვა, ყვარელში ვართ გრემთან, გრემის ტყეში და კიდე კარგი იქნება რომ მოვუწოდოთ ადამიანებს რომ არ დაყაროთ ნაგავი ტყეში. წვიმა ხო ყვარს, წვიმიანი ამინდების მერე არ ამოდის ხოლმე. აუცილებლად წვიმა არის აუცილებელი ფაქტორი, წვიმის გარეშე არაფერი არ გაღვივდება. ეს ხო მიწის ქვეშ არის ქსელი, ეგრეთ წოდებული მიცელიუმი. ხო. და თვითონ სოკო არის ნაყოფსხეული. აი, მაგალითად პირველი გამოვიდა. რა მაგარი, ეს რა არის? ეს არის ძერანა არის. ეგეთი სახეობა არის ძერანას ნამონათესავე სოკო, რომელიც იზრდება ყოველთვის ხეებზე, ესეთი. და ამას ნახეთ სოკოები ხო, ზოგს ფორები აქვს, ზოგს ფირფიტები აქვს, ეს არის. ეს არის ფორებიანი სოკო. პოლიფორი ქვია ამას. ბათუნად პოლი არის მრავალი, ფორი არის ფორა. მრავალფორიანი. ტრიპოფობია ვისაც აქვს, არ უყვართ ხო? იმათ ალბათ არ მოეწონებათ, მაგრამ სხვათა შორის ამ ნაწილს ქვია ჰიმენიალური შრე სოკოში. ეს არის ადგილი, სადაც მწიფდება სპორები, სოკოსპორები, რაც არის გამრავლების აუცილებელი პირობა სპორებს ყრის სოკო. შემდეგ ეს სპორები ჩადის მიწაში, ღვივდება ზოგი საერთოდ სქესობრივი შეჯვარება ხდება სხვადასხვა სქესის სპორების
მიწაში ღვივდება, ის მერე მიცელიუმად იქცევა, ჰიფებს უშვებს, ანუ ეს ბამბისებრ წარმონაქმნ ბოჭკოვან წანაზარდებს მიწაში საკვების ზებნაში და ის ვრცელდება მიწის ქვეშ და რასაც ჩვენ ხედავთ ხოლმე მიწის ზევით მერე უკვე მაგალითად სოკოს რასაც ვეძახით ჩვენ, ის არის ნაყოფი, რასაც ისხამს სოკო მიწის ზედაპირზე. აი როგორც ტოტები არის ხესი განტოტვილი და ტოტებზე ისხამს ნაყოფს, ზუსტად ეგრე არის სოკოს მიცელიუმი მიწის ქვეშ და მიწის ზედაპირზე ისხამს ნაყოფს. ანუ თან ნაყოფი ერდებაო რო ახსენეთ. რაღაც არასტანდარტული ეს არის. ამას არ ვკრებთ. ამას ეხლა ჩვენ ამას არ ვაგროვებთ. მე პირადად გემოვნების საკითხი არის ვიღაცები ალბათ შეაგროვებენ, მაგრამ ჩვენ დიდად არ ვაგროვებთ. გამოვიღოთ და მე მაგით საჩვენებლად? რასაც ვიპოვით, რომ რა, ნაირსახეობები? კი ბატონო. შესაძლებლად თუ რამდენი სახეობა ვნახეთ. ხრაშუნა სოკოები არის ოჯახი სოკოების, სოკოებს შორის სხვადასხვა სანათესაობებად, მოკლედ ოჯახებად დაყოფილი. ხრაშუნა სოკოების ოჯახში შედის 750 სახეობის სხვადასხვა სოკო დაახლოებით, რომელთა უმრავლესობა არის წითელი ფერის. აი ამას ქვია ფირფიტები სხვათა შორის. ეს მეგონი წითლიო არის ნიკა. ნიკა დასტური ჭირდება მე მგონი წითლიო. ნიკას უყვარს ძალიან წითლიო სოკო, მაგრამ ესეთია. ეს არის ძალიან ფრეში, ძალიან ახალი. როგორ არის, იცით, ეს ხრაშუნა სოკოები არის ძალიან ბევრნაირი, წითელი ფერიც აქვს, არ ვიცი, ათობი თუ შეიძლება. ლათინური სახელი ამის რუსულა, რასაც ქვია, მომდინარეობს ლათინური სიტყვა მოწითალოსგან. ეს თვითონ შეფერილობას აღნიშნავს ეს სიტყვა და მოდიოდა იქიდან, რომ რადგან თითქმის 60% წითელი ფერის არის ხრაშუნა სოკოების, მაგიტო ერქვა დაარქვეს ლათინურად ეგ. ისე ჩვენ ხრაშუნას ვეძახით, იმიტომ რომ ძალიან მსხრევადი არის ხრაშუნით იმაშვება. მაგ ეგრევე და brittle gill ქვია ინგლისურად, brittle არის მსხრევადი რა ძალიან და fragile. ეხლა ამის გარკვევა, რადგან ბევრი არის ესეთი წითელი რომელიც არის ხრაშუნა, ზოგადად პატარას გავსინჯავთ ხოლმე. შეიძლება? კი. ცხარია თუ მოწითალო, მოთკბილო? მოთკბოა. შეიძლება დაწითლივ არ იყოს, მაგრამ სხვა არის. სიმკვრივე არ აქვს. თუ ცხარე ბოლოკის გემოა, ხო? მაშინ ნუ ის საკვებად არ ვარგა. ოღონდ ერთი რჩევა არის, რომ რა თქმა უნდა, რასაც ასე გავსჩოთ, არ უნდა გადავყლაპოთ. არა, ეგ არა. ეს ხა ეს მაგიტო მოგესწრებით. არ არის პრობლემა. ზოგადად. თორე ესე სინჯავთ ხოლმე და არ ყლაპავთ. ზოგადად არის ძალიან, არა, ამას თორე. ზოგადად არის ძალიან ცხარე ესეთები ხოლმე, მაგათ მოწითალო ფერის შეფერილობის ხრაშუნა სოკოების უმეტესობა ცხარე არის. მაგრამ როცა ვსინჯავთ ენის წვერზე ძალიან მალე ვიგრძნობ სიცხარეს. ისეც რომ შეიძლება მთელი დღე აღარ გავიდეს ეგ სიცხარე მე. ძალიან ცხარია. ოი, ფეხი დამიბუჯებია, ნახე რამდენზე. აი, ნახეთ აგერ არის კიდე. ხო. ეს ის არის. ეს არის ესეც ხრაშუნა სოკოს ოჯახიდან არის. ოღონდ რუსულა ფრაგრანტისიმა, ესე ქვია. აი, აქაც ყოფილა რაღაცეები, ეს კოლიბია არის აქ. ხო, ნებისმიერი სოკოს გასინჯვა შეიძლება. ნებისმიერი სოკოს. ყველაზე შხამიანი სოკოების გასინჯვა შეიძლება, ეს გემოთ. ოღონდ არ უნდა გადავყლაპოთ. ხელი დაადერა. არა, ხელი შეხებით, სახეზე მე ამ ხელი არაფერი არ მოგვივა არავის. სოკო თუ არ მოხდა მომნელებელ სისტემაში გარკვეული რაოდენობით თანაც ის არც ერთი სოკო არ არის ადამიანისთვის საშიში. გასინჯვის ამბავში მაგალითად ის რომ მაგალითად ენის წვერით და ოდნავ რო გავსრესთ და ვიგრძნობთ გემოს ეს არ უნდა გადავყლაპოთ, პირი უნდა გამოვირეცხოთ, რა თქმა უნდა და რაც, მაგრამ იდენტიფიცირების ერთ-ერთი საშუალება არის ის, რომ სოკოს რბილობის გემო გავიგოთ. ხრაშუნა სოკოებს, მაგალითად, აი ამებს იმერეთში, მე სადაც გავიზარდე ჭიათურიდან ვართ ჩვენ და ჩვენ სოფელში ახლა, რა თქმა უნდა, არ ვიცოდით ხოლმე, ესე ზუსტი სახელები სოკოების, ბევრი აკუთხური სახელები ვიცოდით, მაგრამ ჩვენთან ამ სოკოებს, ხრაშუნა სოკოებს ეძახიან ტკბილ სოკოებს. და ზუსტად ეგრე ვარჩევდით ხოლმე, რომელიც ტკბილი იყო, ყველა საჭმელად ვარგისი არის. ხო, ყველის სოკო რატო ქვია? ეს არის ახალი სახელი რა არის? ლენტინუს ტრიგოსუს, ხო, ადრე იყო პანუს რუდის. აი ამ სოკოს ყველის სოკო ქვია, იმიტომ რომ ამით ადრე არ არსებობდა პეპსინის მსგავსი ფერმენტი და მკვეთი, მოკლედ რო ვთქვათ. ეს სოკო, ესეთი სოკო არის. ძალიან ადვილად შრება, ეხლა რადგან წვიმა იყო, მაგიტომ არის ესეთი რბილი, თორე ხვალ იქნება, ალბათ ისეთი გამხმარო, რომ გადაწყდება ასანთის ღერივით. ქვავდნენ შემდეგ ამას და ეს შეიცავს ზუსტად პეპსინის მსგავს ფერმენტს, რომელიც ოდნავ რო ჩაყრი, ყველს ჭრის. ამ მკვეთისთვის გამოიყენებდნენ ამას და
საქართველოს სოკოების ჯგუფში არის ჩვენი ერთი მეგობარი გოგო, რომელმაც ელენემ სცადა, ჩაატარა ექსპერიმენტი და გააკეთა ამის განყველი, რომელიც გამოვიდა როგორც თვითონ ამბობს, ძალიან ცხიმიანი და უგემრიელესი, ყვითელი ფერის ქართული ჩვეულებრივი ძროხის ხველი ამოიყვანა, ძროხის ძისკი. სამყაროა, ეხლა უცებ ასტუჩი. ისე წავიღოთ, წავიღოთ, რომ მე კი ეს მიგვაქვს, იმიტომ რომ მე გამოფენასავით გავაკეთოთ. რაც ვნახეთ ყველა რომ შევაფასოთ. მის ჩვენ იქი წავიდეთ თუ ესე მე მგონი ცოტა იქით და ქვევით. მე მგონი ცოტა სიღრმეში შევიდეთ, იმიტომ რომ იქიდან მე ამოვყვეთ. ხო, აი ახლა იგივე სოკოების იდენტიფიცირებას, აი ამ ერთი ახლა სახეობით ერთი სოკოთი. აი ამას ახლა რაც არ ვიცით, გამორიცხულია ფაქტობრივად, რომ ახლა ეს ამოვიცნოთ, იმიტომ რომ ეს არის მხოლოდ ერთ ასაკში მყოფი, საჭირო არის სულ პატარა ამოსულია, უკვე გაზრდილით major რასაც ქვია რა, უკვე ასაკში მყოფი სოკოც, რომ ყველა სტადიაში ვნახოთ სოკო, იმიტომ რომ ზოგიერთ სოკო ყველა სტადიაში გამოიყურება სხვადასხვანაირად. და ჩვენ შეიძლება იდენტიფიცირებისთვის ყველა სტადია გვჭირდებოდეს, რომ ზუსტ იდენტიფიცირება მოვახსნათ. ეხლა ამ სოკოს შეიძლება რაღაც ოჯახი მიახლოებით მივხვდეთ, მაგრამ რაღაცა მახასიათებლები აქვს. ჩვენთვის ნაცნობ არც ერთ სახეობას არ ინფორმაციას გვაძლევს, მაგრამ არა საკმარის, რომ იდენტიფიცირება მოხდეს ამისი რა. უშუალოდ Facebook ჯგუფს რაც შეეხება, ეს Facebook ჯგუფს ქვია საქართველოს სოკოები და ეხლა ამჟამად არის ქართულ ენაზე არსებულ ჯგუფებს შორის სოკოს მოყვალთო ჯგუფებს შორის ყველაზე დიდი ჯგუფი არის. და 50000 მომხმარებელი არის და როცა ამ ჯგუფში გავწევრიანდი მე, ეს იყო დაახლოებით 2019-ში, მაშინ 2000 კაციც არ იყო. მე საერთოდ თქვენი შექმნილი მგონია იქ. არა, მე გავწევრიანდი, მეც ასევე. ეს რომელია, იცი მიშ? ეს სტემონიტისია. ხო, სუპატარები რო. სტემონიტისი ქვია ამას, ეს ხო სოკო არ არის. და ის მეორე მიხაილ რომელი? ესეც იგივეა, იგივე არის, ოღონდ და აქ ნახე. ეგა მიცენას გავს ესა. სტემონიტისი ქვია და ანუ უფრო მოლდი არის რა, სლაიმ მოლდი ქვია ინგლისურად. და სოკოს ბიძაშვილივით არის რა. სოკო არ არის თვად. აი ახლოდან მოდი. ნახე, ბევრი პატარა რაღაც არის ერთად ამოსული. ესენი არიან სტემონიტისი ქვია. ამას ძალიან პატარა, ძალიან საყვარელი ტიპები არიან. ნახე, ჟელესავით იქცევა რო გაუსვა, მაგრამ ყველა არის ფეხზე ამოსული. წვრილ ფეხებზე. თითისტარისებრი კოლიბია. ეხლა რატო ქვია თითისტარისი? თითისტარი ხო გინახავს როგორი ფორმის არის? კი. ბოლოს ხო წვრილდება? აი ზუსტად ეგ არის. ყველა ეს კოლიბია, სხვადასხვა საინტერესო რა არის კოლიბიაში. ყოველთვის იზრდება მუხასთან. მუხის პარტნიორი სოკო არის, ეს არის მუხა, იზრდება მუხის ძირებში, ფესვებთან და იზრდება დიდ ოჯახებად. ეხლა ეს ჩვენ ძალიან ცოტა ვნახეთ, თორე აქ შეიძლება იყოს დიდი ბუჩქი ხოლმე, ესა და იყოს 50 წელი ერთად ამას. ესეც ეგ არის? ესენი იგივე არის, ოღონდ ესენი არის ეხლა ძალიან ძველები. იმიტომ რომ როგორც როცა ვპოვლობთ ხოლმე მეც არის აი ხელათავები, რგვალები და ბევრი. მე საჭმელად ვარგისი სოკო არის, უფრო მეტად იჭმევა ქუდები, იმიტომ რომ ფეხი იმდენად მყარი აქვს აი ეხლა რო ნახოთ. რეზინასავით არის, როგორც არ უნდა აკეთო, აი დანითაც კი ძლივს ჭრი რა. საკმაოდ მყარი ფეხი აქვს, ამიტომ ამ ფეხს მაინც არ აკეთებენ ხოლმე საჭმელად. მიგვაქვს ძველი როა? ის არის მე დარწმუნებული ვარ, რომ წინ კიდევ ვნახავთ ესეთებს კარგებს. ხო და ინანება. არა ესთან ჭიანი არის, ნახეთ. ჭიანი რო არის, როგორ ხვდებით ახლა აი ნასვრეტები. და პატარა-პატარა ნასვრეტები. ეს პატარა ნასვრეტი არის ყველა ჭიამ სადაც გაიარა. ასე რომ ჩვენ მაინც ჩვენი რეკომენდაცია ყოველთვის რომ ჭიანი სოკო არ მიგვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ არც მომწამლელი არ არის ჭიანი სოკო, არც არაფერი, მაგრამ რავი, ჰიგიენის ამბავია რა, ანუ გვირჩევნია წავიღოთ თან დაუჭიანებელი სოკო. ხო, ეს არის ხის სოკო. ეს უკვე არის საკმაოდ ძველი. აი ნახე როგორი ხმა აქვს. ო, აბედა არის, რომელიც იზრდება ხეებზე და ეს ეხა მკვდარი კი არ არის ესან გაქვავებული. ეს ესეთი ტიპის სოკო არის, რომელიც შეიძლება 10 წელი, 15 წელი იზრდებოდეს ესე რა. ეს იჭმება ესე? არა, ამას ვერ შევჭამთ, ფიზიკურად ვერ შევჭამთ. აი აქ ახლა ამ ტყეში ჩვენ ვნახავთ რაღაც დარწმუნებული ვარ ვიპოვით კოვზა სოკოს, რომელიც ლათინურად არის რეიში. და მის სამკურნალო თვისებებზე ვისაუბრებთ. კოლიბიებია? ეს ესენი არის, დირშილდი. დირშილდი არის, ხო. აი ესენი. ესენიც არის რეიშები. აი ეს არის პლუტეუსი, ირმის პლუტეუსი ქვია ქართულად. ეს უკვე საკმაოდ ბებრებია, ძალიან სველები არის. ჭიანი ხო ეგ? კი, ჭიანი იქნება და 100%-ით. აი ნახე როგორი არის. ნახე რამდენი ის დაყვება. წერი.
ამას ქვია ირმის პლუტეუსი, სხვათა შორის ამის ქუდები იჭმება, როგორც არის მითითებული ლიტერატურაში. ეს არის განოდერმა აპლანატუმი ქვია ამას, განოდერმა არის სამკურნალო სოკო, ამას სოკოს სხვათა შორის სპეციალურად ზრდიან. მოჰყავთ და საინტერესო რა არის? აი ხედავთ შრეებს. აი ნახეთ რამდენი შრი არის. ხო ეგ ეს შრეები ხო არის? აი ეს შრეები არის წლები. როგორც ხე, ისე არის ესეც. ეს ახლა მინიმუმ 3 წლის არის. და ქვემოდან არის ძალიან თეთრი, რო შეხედო, თაბახის ფუცლისფერი არის ქვემოდან. და სპორებს აწარმოებს ქუდის ზედაპირზე. აი აქაც ნახე ხეზე რო დააკვირდა, ხედავ რა შეფერილობა აქვს ხეს? ეს არის სპორები ყრია აქ ეხა ამ სოკოს. ამას შეიძლება ეგვიპტეში ფერუმარი ვიყიდე. ძველ ეგვიპტეში არ ამგონი ეგ სოკო ეპოვათ, მაგრამ ჩინეთში ზოგადად რეიშის სოკო ძალიან პოპულარული სოკო იყო და მოიხმარდნენ სამკურნალოდ რეიშის სახეობის სოკოებს, განსაკუთრებით აი კოვზა სოკო, რომელიც ვახსენეთ. ამ დღეში ძალიან ბევრი იზრდება და ჩვენ აუცილებლად ვნახავთ წესით დღეს. კოვზა სოკოს ჩინეთში ეძახიან უკვდავების სოკოს. და მისგან ნაყენებს აკეთებენ, ჩაის აკეთებდნენ და ისე მოიხმარდნენ და დღესაც მოიხმარება კიბოს პაციენტებში და ექიმები ჩვეულებრივად უნიშნავენ მის ჩაის, აბებს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ დღემდე ძალიან სერიოზული ბუსტი არის ორგანიზმის იმუნური სისტემისთვის, განსაკუთრებით კიბოსთან ბრძოლის დროს. აი საღებავი რო გაუსვა და რო დასკდება საღებავი თუ გინახავს, აი ეხა ახლდა რო დააკვირდებით, აუცილებლად მოხვდებით მაგას. Cracking-ი არის ეს ინგლისურად. აინა. აი ცენტრში დაუმსხვრეველი არის, მაგრამ აი კიდეში უკვე იმსხვრევდა რომ იზრდება, ეს ნამსხვრევები მიაქვს თან. და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ხრაშუნა სოკო, ერთ-ერთი. ჭიები გოჭამენ. ხო ეს? ხო ეს შედარებით. კი ამას. ეს ცოტა მოძველებული ხოლმე ხა ამის ფერები არის რაღაცა სასწაული გარდამავალი ეს ძალიან ღია ფერი არის იქით კიდე ახლებს სასწაული ფერები აქვს რა ამას ატო ვაკეთებ ხოლმე ფირფიტებში ძალიან ბევრი მწერი გროვდება და ჯობია შეუვეროთ ის წერები კალათაში ჩადებამდე ხო და ცოტა სპორებსაც აფრქვი ხო ეგ რა თქმა უნდა რაც კი რამე ხო, თუ კი სპორა უკვე მომწიფებული არის, ხელის დაბერტყვით ან შებერვით ეს სპორები ისედაც მოშორდება და გავრცელდება გარემოში. სოკოს მკრეფავის წესი ზოგადად არის. ეს არის რეიში. ეს არის რეიში, რასაც გეუბნებოდით, ეხლა რო გესაუბრებოდით. აი მოდი გადავიღოთ და გავაგრძელებთ ამ ჩინურ მედიცინაზე თუ გინდათ. აი სუნია. კოვზა რატო ქვია, ნახე? ანუ ეს სახელურივით და კოვზა მაგიტო ქვია. ამ სოკოს საჭმელად არ გამოიყენება, ეს მაგისგან ნაყენს აკეთებენ, ჩაის ხარშავენ და საკვები დანამატს ურევენ, მერე ამ იმას, რა ქვია, ანუ სხვადასხვა ფქვილებს, ბრინჯის ფქვილს მაგალითად ურევენ, ის იწოვს და შემდეგ ამ ბრინჯის ფქვილს შეგიძლია საჭმელში უკნა ნებისმიერში. ის ისე გაქრება საჭმელში, რომ შენ ამას ბრინჯს საერთოდ ვეღარ იგრძნობ, იმიტომ რომ დაფქულია. მაგრამ ეს სამკურნალო თვისება უკვე საჭმელში იქნება გადატანილი და რაც შეეხება ჩაის, ჩვეულებრივად ყენდება ჩაი ნახარშისგან, კონცენტრირებული ნახარში შეგიძლია გააკეთო გააზაო მე რაღაც რაოდენობაში და 2 კვირის მანძილზე შეგიძლია მოიხმარო. ოღონდ აქვს თავის მოხმარების წესი, თუ კი ჩაის მოიხმარ, ბევრიც არ შეიძლება. 2 კვირა რო დალევთ, შემდეგ მთელი 6 თვე აღარ უნდა გაეკარო ამ სოკოს, იმიტომ რომ ზედმეტი შეიძლება მოგივიდეს. ხო. და სხვათა შორის, კი, აუცილებლად. ძალიან მნიშვნელოვანი რა არის ამ სოკოსთან დაკავშირებით, იცი რომ რადგან ის ებრძვის ადამიანის ორგანიზმში უცხო სხეულს, მაგათად კიბოს, ხო? ის ასევე ებრძვის ჩანასახსაც. იმიტომ რომ ქალის ორგანიზმში თავიდან სანამ ორგანიზმი მიიღებს ჩანასახს და მის ნაწილად ასე ვთქვათ შეითვისებს, ისიც აღიქმება ქალის ორგანიზმის მიერ უცხო სხეულად. ეგ არის ყველის სოკო ასევე და ეგეც ვნახეთ დღეს. ამიტომ ფეხმძიმობის საწყის სტადიაზე, ან ისეთი ქალბატონები, ვისაც უნდათ დაფეხმძიმება, ან არიან ფეხმძიმობის სტადიაზე, მაგალითად 5 თვემდე აუცილებლად უნდა მოერიდონ მაგ სოკოს მოხმარებას, იმიტომ რომ მუცლის მოშლას იწვევს ავტომატურად. თავს ესხმის ეგრევე ნაყოფს. ეს არის ცხილის ძირა, აქ ცხილები, შენს უკან არის ცხილა ზუსტად. ეს ნახე გვერდზე რო აქვს ამოსული მეორე. ეს მუტანტი ყავს, მაგრამ ცხილა არის აქვე ხე, მისი ფესვები აქ გადის და ეს არის ცხილის ძირა, რომელიც იზრდება აქ. ცხილის ძირა საინტერესო თვისება აქვს, ჯერ საინტერესო რა იყო, ნახეთ მიწაში ეს ჩანდა. ჩვენ რომ მიწის ზედაპირზე მოგვეჭრა, აი ამ ხელარ ბილობი რაც მის მიწის ქვეშ არის, ეს დაიკარგებოდა, ამას ტყუილად გავანიავებდით. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვიღებთ სოკოს, აქ ბევრი დავაა ხოლმე. სოკო მოუჭრათ თუ მოუთხაროთ თუ რა ვქნათ, ჩვენ ყოველთვის ვჭრით სოკოს.
არაფერი მნიშვნელობა არ აქვს, სოკოს მოვჭრით, მოუთხრით თუ რას ვიზამთ, იმიტომ რომ ეს არის ნაყოფი. ეხლა ვაშლს ყუნწიანად მოვწყვიტავთ ხიდან თუ ყუნწის გარეშე ხო არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ზუსტად იგივე პრინციპი არის, ესეც არის ნაყოფი. ამას ახლა ფეხიანად მოვჭრით, დავტოვებთ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მიცელიუმისთვის, რაც მის ქვეშ არის. ზატო არ უწყვეტთ. არა, არაფერი, პირიქით. ეს დროთა განმავლობაში გაშავდება. და მაგას გადავიდეთ. აირთან რო შედის იმაში. იჟანგება შავად. რეაქციაში ხოლმე შავფერს. და რცხილის ძირას ერთ-ერთი იდენტიფიკატორი ეგეც არის, რომ შავდება. ეს არის სილიოსაც ეძახიან ჩვენთან, აი ქალაქში თუ გინახავთ ხის ძირში ბევრი რო არის ამოყრილი. კი, აი ერთად აი მოყვითალო მოყავისფრო ფერი რო აქვს რა ძალიან ბევრი რო არის. ექსოკო ზოგადად იჭმევა, თუმცა ზოგი სახეობა ალკოჰოლთან შედის რეაქციაში. თუ დაუშვათ 3 დღით ადრე მიირთვით ეს სოკო, ან 3 დღის, ანუ ალკოგოლი ამ სოკოს ჭამის მერე, ან მანამდე შედის რეაქციაში და საშინელ მოწამვლას იწვევს. ისი არის ძალიან გემრიელი სოკო არის. ხო, ანუ უნდა იცოდე, კოპრინუსის ოჯახი არის და ნუ აი დიდი ოჯახებით იზრდება, ეხლა როგორც განახეთ, აი აქაც არის, იქაც არის და ცოტა საფრთხილო არის. ჩვენ ამას არ ვყრებთ ხოლმე. მაგრამ ისეთ საინტერესო სოკო არის. სოკოფიჩხა ქვია ამას, ამ სოკოს ეს არის შიზოფილუმ კომუნე ქვია. და აი თუ დააკვირდებით ძალიან ჩუქურთმებივით ისენი აქვს. ამას ქვია ორმაგი ფირფიტა აქვს. ეხლა ცოტა ახლდა რომ დაგანახო. ძალიან ლამაზია. თითო ფირფიტა ნახე არის ორორიზოლიმიდის. დაბლ ეს არის რა, დაბლ გილი ქვია რა მაგას, ორმაგ ფირფიტიანი. და არის ულამაზესი თვითონ ეს ტიპი იზრდება ძალიან ესე ფართოები და დიდები და ზოგი ისეთი მოჩუქურთმებული არის ორნამენტებივით. და იზრდება რატო ქვია სოკო ფიჩხა, იმიტომ რომ უმეტესად გვხვდება ფიჩხებზე. დიდ ხე, აი ტყეში დაყრდნილ ფიჩხებზე რა. კი მინახავ ცოტა დიდ ხეებზეც, მაგრამ ალბათ აი 100-დან 1. უმეტესი გვხვდება ესეთ პატარა და ზოგი წვრილ ტოტებზე და ფიჩხებზე რა, ტყეში ყრია რა და ქვია სოკო ფიჩხა. შეიძლება კარგი ინსპირაციის წყარო იყოს ის. ეს ისე ის არის ხახვილო, რომელიც ეხლა ნახეთ. ესეც ესეთი ხრაშუნა სოკოა, ხახვილო. ეს უკვე ძალიან ძველია, ძალიან რბილი არის და ჭიანი არის. აი. ეხლა ჩვენ საუბრობდით, რომ ბუნებაში თავის როლს ასრულებს ეს სოკო, ხო? ხო. ჭიანია ჩვენ არ მიგვაქვს. ეს სოკო რა თქმა უნდა აღარ გამოიყენება უკვე საჭმელად, ძალიან ძველია, მაგრამ მისი ეს ფუნქცია რაც არის სოკოსი. სოკო არის სავსე ქიმიური ელემენტებით, ნიუტრიენტებით, სხვადასხვა, ასე ვთქვათ, სასუქია, ჩვეულებრივი. ის ხო ნიადაგიდან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, ასე ვთქვათ, რესურსს იწვევს, რომელიც ზოგი სხვა ხეებთან არის კავშირში და ფესვებიდან გამოაქვს, ეს ხო მიკორიზული სოკო არის. ეს აგროვებს ამაში და ეს როცა ლპება, შემდეგ თავის ადგილზე რო დაალპება, ნიადაგში ჩავა უკვე ნიუტრიენტებება დააშლილად, იმისთვის რომ უკვე სხვა მცენარეები მოიხმარენ მე ამ იმას. ხო, სასუქიანი შომპალა. იგივე მარტივად რომ თქვათ ახლა ერთი რაღაც დეტალი, ან სოკოს ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია რა არის. ჩვენ ხო ნახეთ ახლა უკვე დღესაც რომ ხეებზე ძალიან ბევრი სოკო იზრდება. ეს ხეები რომელიც ძირს ვარდება, ეს ხე თუ არ დაალპა და თუ არ დაიშალა და ისევ თუ არ ჩავიდა ნიადაგში, ის ნიუტრიენტები სამუდამოდ დარჩება გამოკეტილი იმ ტოტში, რომელიც არ დაალპება, ხო, არასოდეს. სოკოები და მწერები რო არ შლიდნენ აი ამ ფოთლებს, ტოტებს და ასე შემდეგ, ეს ტყე პირამდე აივსებოდა ჩამოყრილი ფოთლებით და ტოტებით და გაუვალი იქნებოდა ტყეები. რაღაც კარგი ვიპოვეთ. ჭეჭკეტა. ძალიან პოპულარული სოკო არის. ხო. იმერეთში ყიდიან ხოლმე. გზებზე იყიდება სულ. კი, ეს არის ჭეჭკეტა, ლაქტიფლუს ვოლემუსი ქვია და ლათინურად ლაქტიფლუს ნიშნავს ლაქტი. ის თავის ლაქტოზა არის ძე. ფლუს არის დინება. და ლაქტიფლუს ახლა რძის დინება ქვია, მოკლედ ძიანია და მაგიტო. კი, ახლა ამას მოჭერი ვარ. ახლოდან გადაიღე. კოით პატარები არის და? ორი წელი პატარა არის, ნახე, ქუდის ქვეშ და აი ეს თეთრები არის სპორები. ზემოდან რა წაყრია? აქედან უკვე აყრის იმას, აი ამ სპორებს, ითის მრავლდება ეს. დამტორო ასავით არის, ხო? ეხლა თუ იღებ, ეხლა საინტერესო რაღაცას ნახე, ამოვიდა. ზე. აიცა უფრო მაგარ რაღაცას. რძე. ხო. და ეს რძე არის ტკბილი.
აი რძე როგორიც არის, აი ეგეთი გემოა. ამას რო გავრეცხავთ, მე ცოტა წებოვანია. ცოტა რა ძალიან წებოვანია. ესენი ნახე, პატარები. ესენი უფრო რძიანები იქნება კიდე. იმერეთში ეძახიან ჭადილოს, ხო კიდე? ჭადილო. ჭადო. აი ამაზე ნახე ეგრევე წამოვიდა რძე. აი, რძე. აი წეხან რო საუბრობდით, ეს არის კოვზასოკო, იგივე რეიში. აი ნახეთ ჩვენ რა პატარები ვნახეთ და აი რამხელები არის. არ მოკრებ მაგას? მინდა, მაგრამ ცოტა რთულია. დაუზიანებლად მოქნა? ხო, საკმაოდ რთულია. გახევებულია. არც ისე. აბა ნახე. არ არის თქვა გახევებული. აჰა. საკმაოდ ფრეში არის ეს. ნაყენისთვის გამოგადგება? კი, ეს ჩვეულებრივად აჰ, რა მაგარი სუნი აქვს, ძალიან მძაფრი სუნი აქვს. ეს არის სამკურნალო, ძალიან ძვირფასი სოკო. კაი ფრეში არის. ძალიან კი, კი. ეს არის ერთ-ერთი ხავსის სოკო. და ეხლა გაჩვენებთ. ეს არის ფორები, როგორც ხედავთ. ეხლა ეს საინტერესო დეტალს გაჩვენებთ. აი ძალიან სწრაფად იცვლის ფერს. ხშირად შეგვიძლია ხოლმე ცოტა დიდები როცა არის, სახელებს ვაწერთ. ერთობით ხოლმე. აი ნახეთ როგორია. აი ქუდთან სიახლოვეში ძალიან ყვითელია ფეხი, მე შედარებით უკვე მუქდება, მოწითალო ხდება, ძირში ძალიან წითელია. რო გავჭრით ეს იქნება ძალიან ყვითელი და ძალიან სწრაფად გალურჯდება ესეც. ჰაერთან. კი, ჰაერთან მიმართებაში უკვე აი ჟანგვის პროცესი, სადაც დაიწყო ეგრევე გალურჯდება. იქნება საჭმელად ამას არ გამოვიყენებთ ჩვენ. ისე ხავსის სოკოების ძალიან დიდი ნაწილი საჭმელად ვარ გისია. მაგრამ ჩვენ არ მოვიხმართ. ნახე როგორი ლურჯია. ძალიან მაგარი. ეს არის მარწყვიო. ამანიტა რუბესენსი ქვია. ამანიტა არის სოკოების ოჯახი, რომელშიც შედის ნიყვი, შხამასოკო, თავჭედილა, ძალიან დაახლოებით 200-მდე სახეობის, 300-მდე სახეობის სოკო არის. მათ შორის ტოპატში ორი ყველაზე შხამიანი სოკო, ტოპატში არის შხამასოკო და Destroying Angel, რაც არის თეთრი შხამა და ბილწასოკო. საშინელი სახელები აქვს და ნამდვილად საშიში სოკოები არის. ეს არის მარწყვიო. ამანიტა რუბესენსი, ამანიტა არის ოჯახი და რუბესენს ლათინურად ნიშნავს აი შეფაკლას. აი სირცხვილისგან რო ლოყა შეგეფაკლება, რო დაიმორცხვებ, აი გაწითლდება. აი მაგ ქვია და გაჩვენებთ მე თვალნათლივ რბილობთან მიმართებაში რატო ქვია ეგრე. ხო. ის ფეხი ნახეთ როგორ გაწითლდა რა ფერი აქვს. ხო. აი შეფაკლა. საკმაოდ ისეთია, დასრული ეგზემპლარი არის, კარგი დიდია ეს უკვე. და ქუდზე რატომაც ეძახიან, ასე ვთქვათ, რუბესენს. ესე რო ავასლით ეს ადგილი იქნება სულ ვარდისფერი. როგორც ის გალურჯდა. დამორცხებული ვარდისფერი დროთა განმავლობაში. ხო. მარტივი ამოსაცნობი არის იმით, რომ ამ სოკოს მაგალითად თავჭედილას კი გავს, მაგრამ აი სიწითლეები ხო ეტყობა. იქ სადაც წვეთები მოხდა, სადაც ტოტი შეეხო, სადაც ეს ავაცალეთ. ყველგან აქ პატარ-პატარა სიწითლეები. აი აქაც ფეხსედაც ლაქებივით. ეს ისე იშლება თითქმის ფეხი ძალიან რბილი აქვს, წყლიანია ძალიან და აი ეს სიწითლე ხომ არის? კი. მის ასე ვთქვათ, ორეული ბჭყალებში რო ავიღოთ, ახლა სიწითლეები საერთოდ არ ექნება. არანაირი ადგილი არ ექნება მოწითალო ფერის, ასე რომ ეს მარწყვიო აუცილებლად მიგვაქვს. ძალიან შემოქმედებითი და კრეატიული სახელები აქვს. მოიცადე, მოდი ეს ნიკ შენთან ჩავდოთ, თორე ეს დააზიანებს და კარგად ტყელად რო იდოს. ნეკრესში მოვედით, ნეკრესში მოგვიმზადებენ ბიჭები უკვე სოკოს კერძებს. აქ პატარა გამოფენა მოვაწყოთ. 17 სახეობა დავთვალეთ. 17 სახეობის სოკო არის დიახ. 17 სახეობის სოკო აღმოვაჩინეთ. თქვენ კი იყავით უკმაყოფილო, არ დაგხვდა მთლად იმდენი რამდენიც გვინდა და იმიტომ რომ კალათებს ავსებთ ხოლმე, ხო? იმ კრეფის დროს და ნადირობის დროს, მაგრამ მე ძალიან უკმაყოფილი ვარ ესეთი. თუმცა მრავალფეროვნება არის. შეიძლება და ბევრად მეტი ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით. და თბილისიდან და უკვე თიანეთიდან რაღაც სოკოები უკვე წინასწარ მომარაგებული რაც გქონდა ესენი ჩამოვიტანეთ
მაგრამ თვითონ აქაურმა ტყემაც ძალიან მრავალფეროვანი ესე ვთქვათ სოკოები შემოგთავაზა. იცი რა ხო დასრული. მინდა ვთქვა რომ აი ესეც ახლა რასაც გაჩვენებთ ეს ძაბრა სოკოც ნაწილი აქ არის დაკრეფილი იმ ტყეში. ამ ტყეში. ხო, შემოდგომა. იქ ტყეში კი კითხე ისე. აი ესე. ხმელია ოღონდ ესენი. მე ამაზე. ხო, ამ პროცესს აუხსნით. Georgian Mushroom Company. თქვენი კომპანია, საქართველოს სოკოების კომპანია, სოკოს კომპანია. საქართველოში სამწუხაროდ კარგად არ არის განვითარებული სოკოების შესახებ კულინარიაში დიდად. მე მგონი სულ ორი ჯიში. ვიცით რომ და ქამის სახეობა. ორი სახეობის სოკოს იყენებენ კერძზე. ხო, ძირითადად რომ ქამაში ჩადებენ იმ ყველს და ტაფაში ხავთან ერთად. ხო, სამწუხაროდ ხო. ნიყვი არა გვაქვს დიდად ეს სამოხმარებლო კულტურაში სოკოების ამბავი. არა და მე რასაც უყურებ და დღესდილ რაც გისმინეთ არის აი უსაზღვრო შესაძლებლობები ექსპერიმენტების ჩატარება შეიძლება და ძალიან აი მარტივი შედარება რო ვთქოთ ეხლა მე ჩვენ სამზარეულოს და კულინარიას განვითარების დონით ნამდვილად არ ვადრი ეხლა საფრანგეთს ბევრად წინ არიან ჩვენზე სამწუხაროდ მაგრამ აი მარტივად ვთქვათ ეს არის სოკო მიქლიო ხო მიქლიო ბევრმა იცის სამწუხაროდ რუსული ბარბარიზმებით მოიხსენებენ და მე არ გავიმეორებ ეხლა მაგას მიქლიო საქართველოში იზრდება პრაქტიკულად ყველგან მაგრამ რომ მიხვდნენ ხო არ ვთქვათ მიხვდებიან მიქლიოსო დაინახავენ აი ამ ყვითელ საყვარელ სოკოსო დაინახავენ აუცილებლად მიხვდებიან რომელ სოკოსო თუ არ იცით და მოიძიეთ იცოდეთ რომ ამას მიქლიო ქვია რუსულ ბარბარიზმს არ გავიმეორებთ ხო და საფრანგეთში დაახლოებით 200-მდე სხვადასხვა რეცეპტი შეგიძლიათ მოძებნოთ მიქლიოთი სხვადასხვა კერძი კი არ ვამბობ ზოგადად სოკოები 1000-ობით რეცეპტს მოიძიებთ საფრანგეთში სოკოებით სხვადასხვა რეგიონის მიხედვით, სხვადასხვა ღვინოთი და სხვადასხვანაირი ნაღებით და სხვადასხვა ყველით და ასე შემდეგ. მარტო მიქლიოთი არის საუბარი და ითვლება ფრანგულ კულინარიაში სტეიკის ერთ-ერთ ყველაზე კარგ ანუ გარნირად რეალურად ჟიროლეს ქვია ფრანგულად. და შეგიძლიათ ნახოთ ძალიან მრავალ ქუჩებშიდაც იყიდება, რესტორნებში ყველგან მოდის და ასე. არის ჩვენთან წარმოვიდგინეთ, ერთი კერძი არა გვაქვს, მაგალითად სპეციალურად მიქლიოსთვის. არაფერი. საერთოდ. Georgian Mushroom Company აგროვებს, ამზადებს ამ სოკოებს და ყიდის? აი ხა გეტყვით როგორ ვაკეთებთ. ესე იგი, რადგან მედანიკამ შემდეგ შევქმნით კომპანია და ჩვენ არ მოგვყავს სოკოები, ჩვენ ვაგროვებთ სოკოებს და მოგვყავს მეურნეობას. ხო, მეურნეობა ფერმას გულისხმობს, იმიტომ რომ სოკოების მოყვანა ფერმაში შეიძლება მაგალითად ეს სახეობა, რომელიც არის მაჩალო, არის ყალმახას ბიძაშვილი, ხის სოკო რო ქვია ხე. ეს მარკეტებში ხო იყიდება? ეს მარკეტებში ეს სახეობა არ იყიდება. სხვა. იყიდება ყალმახა, მაგრამ ეს არის ბუნებაში დაკრეფილი ახლა ამ შემთხვევაში რა. აქ არსებული სოკოებიდან ახლა ხო კულტივაციის ამბავში რომ მოყავდეთ ეს სასათბურე პირობებში, აი ამ ოჯახის გარდა არც ერთი არ არის. აქედან არც ერთი არ არის, ასე ვთქვათ, ფერმაში მოსაყვანი სოკო. იმის გამო რომ ჩვენ ძიმე მრეწველობა არ გვაქვს და იმის გამო რომ არ გვაქვს ქარხნები და ასე შემდეგ, ჩვენი ბუნება არ არის დაბინძურებული. თავისი პლუსი აქვს. აღმოჩნდა რომ რა. სულ ეკონომიკას თავის პლუსი. აი, გაჭიროებულ ქვეყანას და სულ ეკონომიკას. აღმოჩნდა რომ მიწა არის ჯანსაღი, სუფთა და არაფერს ცუც მიწიდან იმიტომ რომ მაგალითად სოკოების როცა გარემო დაბინძურებული არის ეს მე მგონი უნდა ამოუჭრათ თორე ხო იც ყველაფერი გააправებენ კი ეს კარგია ცუდი ქვეყანა აქ სოკოს ჭავთ ანუ კაი გოდიშ არის ვარიანტი სოკოები არის უმეტესად ღრუბლოვანი მასა და მისი შემადგენელი ნაწილი 90% ხშირად არის წყალი და ეს ყველაფერი ამოდის ნიადაგიდან იწოვს ამ ყველაფერს და იზრდება ნიადაგის ზედაპირზე და ილექება ყველაფერი იმფენადან იზრდება ამიტომ სოკოები მაგალითად ისეთ ადგილებსაც დაბინძურებული გარემო ყველაზე სწრაფად იწოვენ დაბინძურებას ნიადაგიდან. ამიტომ დეტოქსსაც აკეთებენ? ნიადაგი, მაგრამ ეს ისევ ნიადაგში ჩაედინება, მაგრამ ჩვენი რეკომენდაციას და ასე ვთქვათ, ყველა ქვეყანაში რეკომენდაცია არის, რომ ისეთ ტერიტორიაზე, სადაც არის ქარხანა, სადაც არის რკინიგზის ხაზი, სადაც გაიდინება, ან სადაც არის ცენტრალური მაგისტრალები, ან ტრასას და ავტობანს გულისხმობს. სოკო არ მოიგებს. იქ სოკოს კრეფა 500 მეტრის რადიუსში არ შეიძლება. მოკლედ ჩვენ სოკოებს ნაწილს ჩვენ ვაგროვებთ უმეტეს ნაწილს, მაგრამ ასევე რეგიონებიდან ყავს ხალხი ცოტა სამწუხაროდ, მაგრამ რამდენიმე ადამიანი მაინც არის ვისთანაც თანამშრომლობთ ამ შეგროვების საკითხზე. ან თერაპიასავით არის და თუ ვინმე სურვილი გაქვს იცოდეთ მიმართეთ ფიზიკური დაპირთვა, შვენიერი და სასემნო საკითხები, სოციალური ქსელები იქნება ვიდეოს. კი ბატონო, როცა ამას გადავარჩევთ, მივიღებთ ხოლმე გარკვეულ რაოდენობას ავწონით და ვიცით უკვე რა რაოდენობა გვაქვს, შემდეგ კონტაქტები გვაქვს ტოპ შეფების
ტოპ რესტორნების, ამათ უგზავნით რომ გვაქვს ესა და ეს სოკო, ამათ ამ რაოდენობით ამ ფასად. შემდეგ წერენ ხოლმე მე ავიღებ 2 კილოგრამს, მე ავიღებ 5 კილოგრამს, მე ამდენს ავიღებ. ნიკა გავარდა და ესე იგი. მოგვიტანა, ტყეში არ გვიპოვეთ. ხო, ნიკა იყო წასული ახლა და ჩვენ ყვარელში ყავს პარტნიორი, ესე ვთქვათ, ტრუფელების შემგროვებელი და აქვე არიან ახლომახლოს და ეს არის ქართული ტრუფელი. ქართული ტრუფელი ესეც სახეობა არ არსებობს, მაინც ვერ განვმარტოთ, ეს არის ზაფხულის შავი ტრუფელი, რომელიც საქართველოში თითქმის ყველგან მოიპოვება. და ეს სოკო ამ სოკოს არ ჭირდება ძაღლები, ღორები საძებნელად, იზრდება მიწის ზედაპირთან ძალიან ახლოს და არის ადვილი აღმოსაჩენი ადამიანის თვალი შეუერაღებელი თვალით ვხედავთ. განსხვავებით იმ ძალიან ძვირფასი ტრუფელისგან, ისინი მიწაში ისე ღრმად იზრდება, რომ ადამიანი სამწუხაროდ ჩვენი აღქმის ორგანოებით მას ვერ იპოვით. შეიძლება ცხოველები, კი, კარგი ყნოსის მქონე ცხოველები, თორე ესენი იზრდება მიწის ზედაპირზე, ხა როგორც სასწაულს. ხო, ეს უკვე ძალიან მწიფი არის აშკარად და ძალიან ტკბილი არომატები აქვს. კი, ძალიან კარგი ხარისხის ტრუფელი არის რეალურად. და შემიძლია მე უკვე გითხრათ ეს ტრუფელი რასაც აი აქ ხედავთ ახლა კადრში, აი ეს ტრუფელი რაც არის. ჩვენ ამ ტრუფელს ვამწიფებთ მაქსიმალურად, შემდეგ ჩვენი შრობის პროცესი გვაქვს, ჩვენი მეთოდოლოგია შემუშავებული და ვიღებთ აი ამ ძალიან კარგ სასმელს ვამზადებთ, უკვე მაქსიმალურად ჩვენი უნიკალური რეცეპტი არის ესეც. ეს თქვენ მოიფიქრეთ. ჩვენი უნიკალური რეცეპტი არის, უამრავი რეცეპტი გადავსინჯეთ ჩვენ აი სადაც ვიმყოფებით ახლა და ეს ნეკლესი ესტეიჯ, ნეკლესის მამულებში. ჩვენ ამათთან ერთად ეს არის ჩვენი კოლაბორაციული პროდუქტი, თანამშრომლობით გავაკეთეთ. დაახლოებით 10-მდე ვარიანტი რეცეპტის გავტესტეთ, ბრმა დეგუსტაციით. და ჩვენ ყველამ სათითაოდ ჩუმჩუმად შევაფასეთ ეს სხვადასხვა რეცეპტები. და ყველამ მივეცით ამ რეცეპტს ხმა მაქსიმალური. აი ესე ყველას ეს მოგვეწონა. სულ ყველას. და ჭიქაში ეს რო გავხსენით. კი, ახლა ჭიქაში დასრულიც არის ერთ-ერთი. დავახაერეთ, დავადეკანტირეთ. ჯერ არ გამისინჯავს. რა კარგი სუნი აქვს ნახე. ხო, უფრო თბილი სუნია. წამოიღო. სხვანაირი სუნი, ახალ გახსნილს და სხვანაირი. კი. დროთა განმავლობაში კიდე შეიცვლის ეს არომატს და კაი, ახლა გავსინჯა. აბა მე. ამ ჭიქაში, ღვინის ჭიქაში კაია, ხო? იდეაში გვირჩევნია ხოლმე უფრო აი კონიაკის ჭიქა უფრო ფართო ჭიქაში და კიდე უფრო კარგად იხსნება ხოლმე არომატი. ანუ ის არ ჭირდება რა, შოთის. შოთის უსვა არომატებია. ღვინის სპირტია გამოყენებული, რქაწითელი სპირტი არის, ამაში ბრენდი არის ღვინის გამოყენებული. ყვავი, თითქოს რაღაც ყვავილების არომატიც არის? ხილი? გაიცნა. აი ნახე. კი. უფრო ის არის ახლა ცოტათი უფრო მძაფრი არომატია, სპირტიც მეტი არის. ეგრე რომ მეუბნები, ხო იცი ვიძაბები, რომ ნეტას სწორ პასუხს ვამბობ. არა, ყველას აქვს, ძალიან ყველას აქვს, მართლა. იმიტომ რომ ადამიანებს ეს ვასინჯებთ, ვიღაცა იცით რომ აი კომშის კამპოტივით, ვიღაცა ამბობდა რომ მაგალითად რაღაც კარამელის არ არის ეს შოთით და ეს არა. აი ხო მოტკბოგემო აქვს. მოტკბოგემო აქვს და აი გიფეთქდება პირში რა. აი მე კიდე რომ იმასა ხო ეს თბება და სულ სხვა არომატები მოდის და მოდის მე კიდევ. ანუ ძალიან განგრძობიტი არის არომატი. ძალიან. და კარგი რაც არის რომ აი ამას ახლა ხო ეს სიტკბოც და ეს გემოც და ეს ფერიც თავიდან ბოლომდე ტრუფელისგან მიცემული. მწიფე ტრუფელი როცა მწიფდება, აი ბევრს არ ესმის ხშირად ეს რა და ქართულ შეფებთან სულ გვაქვს ეს ასე ვთქვათ ახსნა განმარტების იმაში ვართ რა რომ როცა მივდივართ ხოლმე რესტორანში და როცა სინჯავენ ტრუფელს აი უჭერენ ხელს რომ აი ყრივი უნდა იყოს. და არა, მწიფელი, აი ტრუფელი როცა მწიფდება, აი ახლა ამას ცოტას რომ მოუჭეროთ და სირბილი, აი ნახე, აი ამ ადგილას სადაც მევაჭერ, ნახე. სირბილეს ორზნო. ხო. ეს ახლა სუნზედაც აი ნახე როგორ ტკბილი არომატი აქვს, ხო? ან მაგარია, ზოგს არ უყვარს ისე მძაფრი. ტრუფელი როდესაც მწიფდება, მას აქვს აი ეს ჯერ სირბილე, უნდა დამწიფდეს, რბილი უნდა იყოს. და მერე აქვს ეს კარამელის, შოკოლადის, ვანილის და რაღაც ნაღების რაღაც ეგეთი არომატები. ტკბილი. ძალიან კაია. აი ეს სიტყვაც გემოს მინდა რომ აღწერო, იმიტომ რომ მე მაყურებლები მიწერენ ხოლმე რომ კარგი გავიგე ყველაფერს ნუაქებ, მაგრამ გითხარი და სპირტიანი, ან ბრენდი კია, მაგრამ არ არის ძალიან ძლიერი ისეთი რომ აი არა და 40 გრადუსი არის სპირტი. კი. კი, მაგრამ ძალიან რბილია. სპირტიანობა ძალიან რბილია. ბევრი არომატი, აი დიდხანს რჩება და ეს მოწრუპით დალევა უხდება. აი ეს უხდება ძალიან ნელა, ეს სასიამოვნოდ დესერტზე მისაყოლებელი სასმელია რეალურად რა. უზმოზეც კარგად წავიდა. ჩვენს მომხმარებელსაც როცა გვეკითხებიან, თქვენც დასვით კითხვა, კიდევ რა პროდუქტს ამზადებთ, რომ ვამარაგებთ რესტორანით, ხო? ზაფხულის და შემოდგომის მანძილზე რა სოკოსაც კრებთ, თუ არ გაიყიდა ის და დაგვრჩა,
შემდეგ ვაკეთებთ ესეთ პროდუქტს, ანუ საშრობები გვაქვს, ვაშრობთ, ვიღებთ ესეთ ხმელ პროდუქციას, რომელიც მე ქილებში ვინახავთ და ეს შეიძლება წყლობით ისე შეინახოს, არაფერი აღარ მოუვა, თუ დაცულ ტემპერატურაზე არის სიგრილეში დევს, სარდაფში. ანუ წარმოების ამბავ კონსერვანტები და არა, ეს არაფერი. თავიდან ბოლომდე ფრეში არის, ბუნებრივი არის და ეს ცოცხლდება ამ პროცესით. ოთახის ტემპერატურის წყალში ვყრით რამდენიც გვინდა, ეს დაახლოებით 1-10-ზე უნდა გავითვალოთ 100 გრამს თუ ჩავყრით, დაახლოებით 1 კილო გახდება მოცულობით. რო შეიწოვს წყალს და აი პატარა რაც არის გაიზრდება, ისო გახდება დიდი სოკოები. შეიწოვს ბოლომდე. აი ნახე ხო, რამხელა ეს ბუნებრივი ფორმა არის. როგორიც იყო, ისეთი გახდა ახლა. კაი. და ამას მომზადეთ და ხო, გადავიდეთ. აველს კეთებას. რეცხვის პროცესი მიდის აქ. მე გამიგია რომ სოკო ღრუბელი ვითხოვა და ბევრ სითხეს ხო იწოვს და გარეცხვა არ უნდაო რომ ამბობე. ზოგადად ეხა გააჩნია სოკოს, მაგრამ ზოგადად სოკო შეიცავს დაახლოებით 90% წყალს. ამიტომ არ არის რეკომენდებული რომ ეს სოკო ჩავალბო წყალში, ზოგი ბევრად უფრო მეც იწოვს წყალს, ზოგი იმდენად არა, მაგრამ აი მაჩალოს ყიდიან ხოლმე და წყალში რომ ალბობენ, ხო? ის ძალიან ბევრ წყალს იწოვს და წყლის კონტენტი მატულობს. რეკომენდაცია ისე აი მაგალითად ტყიდან მოტანილი როდესაც არის აი მიქლიო რო ავიღოთ ეს ხო მიქლიო არის ამას აი სპეციალური დანა არის რომელსაც ჩოთქი მოყვება და ამ ჩოთქით შეიძლება გაიწმინდოს რომ ის ფოთლები რაღაცა ეს ჭუჭყი ტალახი არ კონდეს და აი შვენიერი სუფთა ის არის სოკო არის ხო ჩალობა არ უნდა გამდინარე წყალში ხო ეს თუ დაუშვა ძალიან ჭუჭყიანი არის მაგრამ ესეც ეხა ბევრი წინააღმდეგია საერთოდ რეცხვის სოკოსი და ამ რაღაცა ჩოთქი და რაღაცა იმით დანებით აი წმენდენ ესე და ეხა პრინციპში აი ძალიან სუფთა არის ეს სოკო ხო მიქლიო თან ტაფაში რო იყრება იჩლითება ხოლმე აი ნახეთ აი ესე ძალიან მარტივად იჩლითება მიქლიო და ეს დანი დაჭრაც კი არ უნდა ამას ამიტომ პირდაპირ აი всё ეს უკვე გამზადებული ნაჭრები არის იმისთვის მომზადების პროცესში პირდაპირ დაყრით არა ამას ეხა დავჩლეთ ჩვენ აი ესე ცოტა დიდ ნაჭრებად მაგასაც მე ვნახავთ აი ესე იჩლითება ცოტა ესე დიდი ხორციანი ნაჭრები რო იყოს პატარები დავუშვათ ესე ნახევარზე გაჭრაც არ უნდა ამას და ეს გამოუშვებს მე თავის წვენს რადგან დიდი ნაწილი სოკოსი არის წყალი და უნდა დაველოდოთ ეხა ჩვენ ტაფაზე ვასხავთ ხოლმე ცოტა ზეთს ბევრს არა თავდაპირველად ამას ჩლეთ მე ვყრით ტაფაში და ეს გამოუშვებს წვენს ანუ წყალს თავსახურსაც ვახურავთ ტაფას ეს წყალი ნელ-ნელა რომ თავის წვენში ეს ჩაიხარშება ესე ვთქვათ ხო ანუ მოწალვა არ ჭირდება მაგ შემთხვევაში იმიტომ გამოუშვებს ამ წყალს და როდესაც უკვე ეს წყალი დაშრება და უკვე დაიკლებს და შებრაწვას რო დაიწყებს მაგას ახლა მე გავაკეთებთ მომზადებისას მე უშვებით უკვე კარაქს მარიულს და ის დაბრაწვაში ეხმარება და მეტი არაფერი აღარ უნდა კაი გამოსვლია. აუ ძალიან გემრიელია. ეს არის ყველაფერი ძაბრა სოკოს დამსახურება, რომელიც სოკო და სოკოს კერძი. სხვათა შორის არ მაქვს მართლა. სხვათა შორის არომატზე რომ მიდგება საქმე, ფრანგები ძაბრა სოკოს, რაც აქ გამოყენებული ეძახიან ღარიბი კაცის ტრუფელს. იმიტომ რომ ისეთი არომატული არის, რომ თუ ტრუფელის ფული არ აქვს და ძაბრა შეგვიძლია გამოვიყენოთ ძალიან უმაგრესია. ის გამომშრალი გემოც იგრძნობა. ხო. არომატი ხო იგრძნობა. პასტას ძალიან უხდება. ყველსაც ძალიან უხდება და ნაღებს. და ცოტა ნახშირის ისიც არ მოა. იმიტომ რომ კარგად დაუბრაწეთ. მაქსიმალურად დაუბრაწეთ, რომ ის გემო გამოიტანოს და ამაში რომ და პასტა სხვადასხვა ატომ აქვს ესეთი მუქი ფერი. ის აწყალში და ჩვენ გავხსენით ძაბრა. შემდეგ იმას წყალი და იმაში მოიხარშა უკვე პასტა. ძაბრას არომატია წყალში.
ძაბრახო გაღვივდა და თავის ნაყენივით გაუშვა აუც გემრიელია ფანტასტიკა ასე რომ მომავალში რადგან შევხვდით რესტორანს რო გავხსნით სასწრაფოდ ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი კერძი ეს არის მეგობრებო მაჩალო ეხლა რასაც ვჭამთ მაჩალო არის ხეზე იზრდება ხის სოკო არის ბევრს გავგონე კალმახა მაღაზიებში ბევრი გაიგონებს რომ ხის სოკოს სახელით იყიდება ხოლმე ფერმაში მოყვანილი სოკოები ეს არის მისი მონათესავა ტყეში რაც იზრდება ბუნებრივ განმეორებაში ეს არის დაკრეფილი ტყეებში ამასაც ბევრად მეტი არომატი აქვს ვიდრე იმის მაღაზიაში გამისული სოკო ტრადიციული სოკოს არომატი აქვს ხო ძალიან მაგარია ძალიან მაგარია ამას ესეც რაღაც მარტივად აი მიშამრაც აღწერა მეთოდი ზუსტად ეგრე არის ეს შემწარი ხა კიდე უფრო დაბრაწვაც პრინციპში უხდება მაგრამ ნუ ზოგს ძალიან დაბრაწული არ მოწონს და ეს გემოვნების საკითხი არის ყველა თავის ზოგს უბრალოდ უყვარს რომ მოთუშავენ და ესე ჭამენ მაგრამ ბარემ კულინარიაზე რადგან მივადეკით ხო ერთი დეტალიც უნდა უთხრათ ხალხს რომ სოკო აუცილებლად უნდა დამუშავდეს კარგად თერმულად სოკოს უჯრედოვანი კედლები არის აგებული ნივთიერება ქიტინისგან რომელიც ძალიან მყარი ნივთიერებაა და ადამიანის ორგანიზმი ქიტინს რთულად შლის ამიტომ თერმული დამუშავება აუცილებელია რომ დარბილდეს ქიტინი და ადამიანის ორგანიზმი ეს აითვისოს სოკო არის სუპერფუდი შეიცავს ძალიან ცოტა კალორიებს რეალურად ქოლესტერინის არ აქვს ბუნებრივი ცხიმები აქვს რაც ადამიანის ორგანიზმს სჭირდება ფოსფორი აქვს ვიტამინები აქვს ძალიან ბევრი და ეს ყველაფერი არის გამოკეტილი უჯრედში ის უჯრედის კედლები თუ ჩვენმა ორგანიზმმა ვერ დაშალა ფაქტობრივად ჩვენ ვერ ვითვისებთ ამ უძვირფასეს ნივთიერებებს რაც ამ სოკოში არის ძალიან კაი აიცალიგენი ეს არის ახლა მიქლიო და მიქლიო შეიცავს ძალიან ბევრ C-ვიტამინს და არის ძალიან მაგარი მოყვითალო ფერის და კი ხედავთ აგე წვენზე სულ ყვითელი წვენი არის გაშვებული წეხა როცა საუბრობდით ამ სოკოს წვენზე და რაღაცაზე ხო აი ეს უნდა ჩაიხარშოს ახლა აი ამ თავის წვენში თავიდან ბოლომდე. ამის გადაწურვა დანაშაული. ეს არის უგემრიელესი წვენია. ეს ახლა შეფი რო ვიყო მე მაგალითად. ამ წვენს ამოვიღებდი, აქედან გავაკეთებდი იმას რა ქვია. წვენიან საჭმელს, ამას соусისთვის გამოვიყენებდი რაღაცის, მაგრამ ეს არის უგემრიელესი ყველაზე კარგი ნაწილი არის ეს. თავისივე წვენში რო ეხა ჩაიხარშება ეს ყველაფერი. ეს ორთქლში რო ეს მოიხარშება თავის წვენს დაიშრობს კონცენტრირებული წვენი რო შეეზრდება ამ სოკოს და მერე კარაქში დაიბრაწება მარილიმენცო, ეს იქნება მე უბრალოდ სულ სუპერ, მაგრამ თავარი არის რომ ეს წვენი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიკარგოს. ეს არის მთელი სიმდიდრე ამაში. შეეხება რომ იცოდე უბი. დენდერერენ, ნახოთ. ის ხო ძალიან გემრიელი იყო, მაგრამ ეს არის ორჯერ უფრო გემრიელი. აპრულია. მიქლიო მეგობრებო. აუ რა. მიქლიო არის ერთ-ერთი საუკეთესო სოკო ზოგადად სოკოების სამყაროში. ძალიან მაგარია. აი სტეიკის გემრიელი. სტეიკის გარნირად, ნოყიერი არის ძალიან. ნაღები და ყველი ნოყიერს შეწყდის და იცი რა, სტეიკის გარნირად ძალიან მაგარი იქნება, მაგრამ თვითონად ხო. ისეთია, ძალიან ხორციანია. აი, ნიღში რაც უყვართ, ხო, ნიღზე ბევრად უფრო არომატული ტიპია. ძალიან გემრიელი. და აი ფაქტურა, აი უფრო საინტერესოა რა. ეს სოკო ოდნავ შეიძლება მეტად პირდაპირ ცოტა სიმწარე კიდე რომ ხო, მე უბრალოდ ეს მინდოდა რომ ძალიან ისეთი თემა არის. პირდაპირ ცხარეთას ვაკეთებთ ხოლმე, ამას ძალიან უხდება ციცაკაც. აი, დაფხული ციცაკად რაღაცა, მაგრად უხდება. ჩილიც უხდება. აღონ ძალიან გემრიელი, ძალიან. აი ჩემი არის ეს არის ერთ-ერთი ტოპ პროდუქტი რაც რავი საქართველოში მე თუ მეთავ ყველა კაი რესტორანში უნდა იყიდებოდეს ესეთი კერძი რა სოკოთი მიქლიო ეს მოდის მართლა უამრავ ხო ყველგან თელ საქართველოში ნიშა აი უღრმესი და უდიდესი მადლობა დღევანდელი დღისთვის ძალიან გვიხარია რომ გამოგვივიდა მეგობრებო კი მე იმედი მაქვს რომ მაყურებელსაც გადაედება ჩვენი განწყობა და აი რასაც ძალიან დიდი იმედი მაქვს რა კარგი იყო რა საინტერესო და მადლობა მადლობა თქვენ ნიკას ძალიან დამღლელი სასიამოვნო და მაგარი დღის მერე ეხა ყავას დავლევთ მე და ჩემი ლაშა და
წავთ თელაში, დავისვენებთ, კიდევ მოვწრუპავთ. ვისთი ამოვნებთ, მარანში ჩავალთ, მოიცა ვისოლის აპი ვეღარ მოვძებნე. შევიგრძნობთ კახეთს, რომელიც ძალიან კარგია. ეს სულ ამ ეტაპს. თელას მარანია აქ და მარელიც ასევე ჩემი მეგობრის ძანამაყი ვარ. ჩემი მეგობრის მეღვინეობა და მისი მთავარი მეღვინე მევენახეთ ხო? ბექა კოზმანიშვილი გაგვასინჯებს ახლა რაღაცებს და დაგვათვალიერებინებს მარანს. რა გაქვთ წელს? წელს გვაქვს ხაწითელი 2024 წლის მწვანეს გაგასინჯებთ 2024 წლის მოსავალს და საფერავს გაგასინჯებთ 2017 წლის მოსავალს. ჩვენი პირველი მოსავალია 2017 წლის მოსავალი. დაგიძველებიათ კარგად, ხო? დავაძველეთ, ქვევში დავაძველეთ. ჩამოსხმა მოხდა 2023-ში. დანარჩენი ეს პერიოდი დაყო ქვევში 6 წელი ქვევში იყო თუ 5? ვა. ახლა გაგასინჯებთ 2024 წლის მოსავალს, ხაწითელს. ადრე მახსოვს, ცოტა უფრო ეს იყო, ქარვისფერი იყო თქვენი ხაწით. ახლა ღია ქარვისფერია, ეს უკვე წლევანდელი დამუშავებს, კარგი დამუშავებს. აი ეგ რა შეიცვალა? დუღილის პერიოდში არ დაიჟანგა, ნაკლებად დაიჟანგა ღვინო. გასაგები. კაია. ახალგაზრდა არომატული ღვინოა. რაც თავარია სიცოცხლე შეიმჩნევა ღვინოში. ძალიან კარგი ბუკეტი აქვს, ეს მინდვრის ყვავილების. რა გავსინჯეთ. ჩილის კარგი. კარგია. როგორ უყვართ შვილივით თავიანთი ღვინო. კარგი ხალხი ხართ მეღვინეები. ამ ღვინოს ვიწყებთ თებერვლიდან ვიწყებთ ვენახის გასვლას, უკვე მერე მიდის ეს შრომა, სექტემბერში მოდის უკვე. ამ სექტემბრამდე უკვე ყურძენს ვეფერებით, მერე სექტემბრის შემდეგ უკვე ამ ჩაწულ სითხეს ვეფერებით და ვცდილობთ რომ როგორც ეს შვილი კარგი გამოვიდეს. ნამდვილად ეგრე. თუ დავაკელით ცოტა მცდელობა, უკვე შეიძლება რაღაც შეცდომას არ გვაპატიებს, არ გაგვეპარა შეცდომა, ღვინო გაფუჭდება. კარგია ძალიან. მაშა გამისინჯე. თუ რო გადაიღებ მერე. კაი. შემდეგი არის კახური მწვანე, ესეც 2024 წლის მოსავალი. უკვე სულ სხვა არომატები წამოვიდა. კი. იქ თუ უფრო მეტი აი ჩირი იყო, ყოველივე აქ ციტრუსი ხო? არა? აქ ძალიან მრავალფეროვანი ბუკეტი აქვს. ოდნავ უფრო მოტკბო არომატი არ მოდის, ამ ღვინით თუ მეჩვენება. კი. კაი ეს. აი ამაში უფრო ყვავილების არომატები კი იყო ხაწითელში, მაგრამ ეს ჩირის ტონები უფრო დასტება, ამაში უფრო მეტია ეს ყვავილების ტონები. რო ადარებ კიდე რაღაც სხვა არის, კაია. აბა საფერავიც გავს. კახური მწვანე სუნამოა ფაქტიურად ისეთი. ნებოვა. იმისკენ არის ეტყობა ასაკი ხო? რაღაც ფერიც უფრო დამჯდარი. კი. შინდისფრისკენ, ყავისფრისკენ წასვენ. კი, ამას ცოტა ჟანგბადთან უნდა.
დეკანტირება. ეს როგორც გითხარით 2017 წლის მოსავალია 2017 წლიდან 2023 წლამდე გაატარა ქვევრში დაძველდა მთლიანად. და 2023-ში უკვე ჩამოისხა ბოთლში და ახლა ბოთლში აგრძელებს უკვე განვითარებას. ისევ აძველებთ ანუ. კი. ძალიან მაგარი. საფერავს აქვს ხო თან ეგ რესურსი. მადლობა. გაგიმარჯოთ, მადლობას. გაგიმარჯოთ. მოგიხდით სტუმრობისთვის. მართლა ხელი მოგიმართოთ თქვენ საქმიანობაში, ჩვენ საქმიანობაში. მე გარდა იმისა, რომ მომწონს საქაურობა და არ არის ხვინო მიკერძოებულად მიყვარხართ. რა ვქნა, ჩემი მარიამის და ელენეს ხათრით. ძალიან მართლა, ჩემთვის აი საუკეთესო ადგილია თელავში აქ დარჩენა. მადლობა. მე ვფიქრობ, რომ კახურ-მწვანეს ავიყოლებთ ვერანდაზე. კარგი? კი ბატონო. ხო. ისე ცოტა გემრიელად მოსხდებით და დავლებთ. მადლობა ვეკი. არაფერს ნახვამდის. თელას ვერანდას უკავშირდება ჩემი საუკეთესო მოგონებები. აი ფანტასტიკური დრო გაქვს სულ აქ ნატარები და კავკასიონი არის სულ სხვადასხვანაირი ამ ვერანდიდან ლამაზი ხედია. შემალულიც კი ლამაზია ხოლმე. აია. ეს ყველი სხვათა შორის ოდლისის ყველია, ვისაც არ გაქვთ ნანახი, ჩვენი ეპიზოდი თელავში ჩიზბარში რო ვიყავით. ნახეთ, დავლინკავ. ამით დავასრულოთ ჩვენი კახეთის ეპიზოდი და სოკოზე ნადირობა.